სავალუტო ფონდის პროგნოზი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ საუბრობთ უკვე რამდენიმე თვეა, რომ საუბედუროდ ქართული ეკონომიკა შედის ძალიან ღრმა კრიზისის ფაზაში და კიდევ ერთხელ მიმართავ და მოუწოდებ მთავრობას გადავდგათ ადეკვატური ნაბიჯები ეკონომიკური სიტუაციის გადასარჩენად. მივიღოთ ის გეგმა, რომელსაც მე ვთავაზობ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, დავწიოთ გადასახადები, გამოვაცხადოთ ბიზნესის ამნისტია და დეკრიმინალიზაცია და უარი ვთქვათ ახალ რეგულაციებზე. გადავდგათ ეს სამი მარტივი ნაბიჯი, რომელიც შეამსუბუქებს ეკონომიკურ კრიზისს და დაეხმარება მთავრობას იმაში, რომ ნაკლები სამუშაო ადგილი დაიკარგოს და ნაკლებმა ოჯახმა იცხოვროს უარესად. სავალუტო ფონდის პროგნოზი არის უკიდურესად შემაშფოთებელი. მე იმედი მაქვს, რომ მთავრობა ადეკვატურად მოეკიდება ამ პროგნოზს და კიდევ ერთხელ მიმართავ. ერთად დავდგეთ ეკონომიკის გადასარჩენად და იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ გაგრძელდეს უმუშევრობის ზრდა და მეტმა ადამიანმა იცხოვროს უკეთესად. ერთად დავდგეთ, მივიღოთ ის გეგმა, რომელსაც მე მათთავაზობ და მე გარანტიას ვიძლევი, რომ გადასახადების შემცირების, ბიზნესის ამნისტირების და რეგულაციებზე უარის თქვის შემთხვევაში ქართული ეკონომიკის სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორდება.